ბაკურიანში კინოთეატრ დიდველის ყოფილი თანამშრომლები დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. კინოთეატრის თანამშრომლების თქმით ისინი სამსახურიდან ქართული ოცნების მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. კინოთეატრის ყოფილი დირექტორი 2012 წლის თებერვალში დააპატიმრეს. კინოთეატრის ყოფილი თანამშრომლის ანი ბაქრაძის თქმით, ამჟამინდელი დირექტორი ბორჯომის ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ხვედელიანის მითითებით მოქმედებდა. კინოთეატრის დირექტორი ნინო მიქაბერიძე თანამშრომლების მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და მათ შემოუწყვა ახლანდელი პატიმარი მამუკა ხვედელიანი. ამის შემდეგ დაიწყო თანამშრომლებს ეს ეწოლა, იკრძალებოდა ოპოზიციური არხების ყურება თვითონ კინოთეატრში, ოპოზიციური პრესის წაკითხვა და მეც სხვათა შორის გამანთავისუფლეს იმის გამო, რომ ტელევიზორი გადავთე მაესტროზე. ყველანაირად შეგვავიწროეს, რომ წავსულიყავით სამსახურიდან, აბსოლუტურად. ყველანაირი პირობა შეგექმნეს იმისათვის, რომ წავსულიყავით. ეხლა ვითხოვთ სამსახურში აღდგენას, ყველა თანამშრომელი დაბრუნებას. 20 თებერვლიდან მუშაობდი. თუ მე მათი განთავისუფლება მინდოდა მთელი არასეზონის განმავლობაში, როცა ფაქტიურად ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, აქ პერიოდში შემეძლო გამენთავისუფლებინა, მაგრამ არსებობს სამსახური. თუ ადამიანი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, ის სწავლა სახლში და იმის ადგილზე მოვა ის, ვინც შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.